მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. თქვენ უყურებთ მორიგ ვლოგს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან და შეიძლება ითქვას, რომ ვართ ქართულ კლასიკოზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩზე საქართველოს ჩემპიონატში თბილისის დინამო ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ. რეზისთან ერთად ვარ, გრიზლიც აქ არის ახლო-მახლო ტრიალებს. ყველა აქ ვართ. კი ბატონო. მეორედ ვართ ამ თამაშზე, თქვენ ქუთაისში იყავით. კი. უბრალოდ როცა 0-0 თამაშიც და დღეს საფასუხო მატჩია და მოდი ვთქვათ, რომ ლიდერების და ფავორიტების თამაშია, ხო? ჩვენ წაუგებელ სერიებზე მესაუბრებოდეს ჩაწერამდე. კი ბატონო, ქუთაისის ტორპედოს აქვს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია, რაც ცალსახად საკმაოდ კარგი სერიაა და მეორეს მხრივ დინამო თბილისი, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდში მოსვლის შემდეგ დაუმარცხებელია, 6 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა თბილისურ გუნდს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მატჩის მნიშვნელობა თითოეული გუნდისთვის ძალიან სერიოზული და დიდია. ხო, შეიძლება დღეს ეს წაუგებელი სერია რომელიმე გუნდის გაწყდეს და ეს იქნება უკვე სატურნირო მნიშვნელობითაც და ემოციური მნიშვნელობითაც ძალიან დიდი, რადგანაც მართლა ელ კლასიკოა ქართული და ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, ხო, ყველაზე დიდი დერბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ესეთი მნიშვნელობის თამაშები ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება. იმისთვის, რომ გულშემატკივარი მოვიდეს მოედანზე, უკეთესი თამაში ვიხილოთ და შეიძლება ითქვას, შენ გაიხსენე რეზი ქუთაისური მატჩი, როცა ჩვენ ქუთაისში ვიყავით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ მატჩისგან განსხვავებულ მდგომარეობაში ორივე გუნდი. და კარგი ის არის, რომ ორივე პოზიტიურ ჭრილშია განსხვავებულ სტილში. დინამოს ახალი მწვრთნელი ყავს, ტორპედოც ფორმაში უფრო შედის. ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ევროტურნირები ახლოვდება, თუმცა ეს არნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ჩემპიონატს რომელიმე მათგანი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს, ხო ეგრეა? მოკლედ, რა უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ეს ვიდეო უნდა დაალაიქოს უეჭველი. სხვა YouTube რიტუალები ყველაფერი შეასრულეთ და ჩვენც დავიწყებთ თქვენ ელნელა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქუთაისური მატჩისგან განსხვავებით იქ ძალიან მაგარი ატმოსფერო ვნახეთ და ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, არა მხოლოდ ვლოგებში, არამედ პოდკასტშიც. აქ გოლებს ვნახავ, ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობენ, ხალხი შეინიშნება სტადიონზე და იმედია თამაშს დაწყებამდე დაახლოებით 25 წუთი არის. სალაროებთან სადაც ბილეთები ყიდება, მოკლედ რაღაც ინტერესი მოკლედ აშკარად გამოიწვია ამ თამაშში. და ეგ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეგ ინტერესი ამ თამაშის შემდეგ უკვე ამ თამაშზე საუბრით გაღვიდება. მოკლედ, წავედით. ძიმე პერიოდი ქონდა, ვიცი, თავიდან როცა კაიოვარს საходი, არ მიდიოდა ყველაფერი კარგად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. კი, ტრანსფერებზე იყო საუბარი რაღაცებით. ანუ ეხლა ბოლოს გზა ორ ჩემპიონობამდე როგორი იყო? კი, ზამთარში მინდოდა წასვლა გუნდიდან და მწვრთნელთანაც რომ ეს მწვრთნელი იყო წინა სეზონში და კარგი ურთიერთობა მქონდა, უბრალოდ მოიყვანა ფეხბურთელები, რომელსაც უფრო ენდობოდა და ნაკლებს თამაშობდი მაგ პერიოდში და ეგ იყო პრობლემა ჩემი ეს და მით უმეტეს ზამთარში წასვლა მინდოდა გუნდის დატოვება და ეს ჩემი ფიქრები და ჩემი გონება იქით იყო რა და უბრალოდ მწვრთნელი რომ მოვიდა ახალი მენდო უნდოდა რომ რაღაც კარგი გაეკეთებინა მომცა სათამაშო დრო ყველაფერი იმისთვის რომ შედეგს მიგვეღწია და ძალიან კარგი გზა გამოვიდა ვფიქრობ იმიტომ რომ ისტორია დავწერეთ ამ გუნდთან ერთად და რა ვთქვა ბედნიერი ვარ ბედნიერია ქალაქი რომ ნახო იქ რა ხდება ახლა ჩვენი აღნიშნები აი შენი გადმოსახედიდან თუ შეიცვალა ჩემპიონატში რა თითქოს ეხლა ამ სეზონში აი მეორე ნაწილს რაღაც ცოტა მუხტი გასცა და ხალხმაც დაიწყო სიარული კი უყურებ ვცდილობ ხოლმე რომ ყველა თამაშს უყურო მით უმეტეს დინამოს თამაშებს ჩემი გრუპი თამაშობენ და რა თქმა უნდა ჩემი საყვარელი კლუბი თამაშობს ამიტომ მინდა რომ ყოველთვის თვალი ვადევნო და ხო თავიდან ცოტა ჩავარნა იყო მაგრამ ვფიქრობ ეხლა ნელ-ნელა სწორ გზას უბრუნდება გუნდიც და საერთოდ ვფიქრობ რომ ჩემპიონატის ნელ-ნელა უკეთ და უკეთ მიდის და იმედი მაქვს რომ უკეთესი გახდება და ქართული ხალხისთვის ის აზრი დაუბრუნდება ფეხბურთს რომელიც ასე ადრე ქონდა. აი და ბოლოს სანაკრებო შესვენება ნაკრებში ეხლა კაშუს გაცილება და შემდეგ თამაში ბაჰრეინთან, ხო? კი. აი ამ თამაშებისთვის როგორ მზად ხარ? კი, ვფიქრობ განსაკუთრებული თამაში უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული ფეხბურთელი მიდის საქართველოს ნაკრებიდან და ვიცი რომ მე მგონი ფეხბურთიდანაც ალბათ
ალბათ დაამთავრებს კარიერას საკლუბო ფეხბურთშიც. ვფიქრობ, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს და ეს თამაში უნდა მიუძღვნათ კაშოს. ხო და თვითონ თამაშსაც შეეხება, ძალიან რთული თამაში გვალდება, იმიტომ რომ ვიცი როგორი გუნდია რუმინეთი, იმიტომ რომ მე მაქვს პირადად შეეხება და იმედი მაქვს. შენ თანაგუნდელები თუ არიან ნაკრებში? კი, 6 ფეხბურთელია თუ 7 ფეხბურთელია ნაკრებში და ძალიან კარგი კვალიფიციური ფეხბურთელები არიან, ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავთ ასევე ტოპ 5 ლიგებშიც და ვფიქრობ საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. შენ თქვი რომ გულშემატკივრების ხმაურით ძალიან სიამოვნებსო და გეთანხმები აბსოლუტურად. თამაშზე რის თქმა შეგიძლია? ჯერჯერობით ცის თამაშია თანაბარი დიდად მომენტები ხარ ყოფილა, მაგრამ ეხლა თქვენ ესე ვხმაურ. ხო, გულშემატკივრები ძალიან საკმაო რაოდენობით არიან საქართველოს ჩემპიონატის ყოლობაზე და თანაი ესეთი ხმაურიანებიც არიან. თამაშის დასაწყისში იყო მაგრამ ერთ-ერთი პირველი ეპიზოდი იყო, როცა დინამო აპრესინგებდა და აუძე გადავიდა ბურთი და ძალიან აღნიშნა ტრიბუნამ თბილისელების და შეძახილებიც არის იქ-აქედან, მოკლედ ჯერჯერობით ამაზე შეიძლება ესე ისაუბრო. ხო, რაც აუცილებლად სათქმელია, მცირე, თუმცა სათამაშო ოპერაცია მაინც დინამო თბილისს აქვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გიორგი არაბიძე და პირესი ძალიან აქტიურად ჩამოდიან, მოედნენ საკუთარ ნახევარზე და ეხმარებიან მცველებს. თუმცა ჯერჯერობით დინამო თბილისს რაღაცა კონკრეტული მომენტი არ შეუქმნია. ორივე გუნდს აკლია. ხო, უფრო შეტევის მარცხენა ფლანგიდან უტევს დინამო თბილისი, მათი ლეგიონერი, ნანაკოფი დონკორი. მას უპირატესობა აქვს ტორპედოს მარჯვენა მცველთან, რომელიც ამპლუით მცველი არ არის საერთოდ და ამიტომ ცდილობს, რომ სისწრაფის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვოს პრინციპში. წეგან ვამბობდით და აქაც ვიტყვი, რომ გოლი არის ის, რაც ამ თამაშს ახლა ძალიან სჭირდება, იმიტომ რომ გულშემატკივრებიდანაც ჩანს, გუნდების განწყობიდანაც ჩანს, რომ ფრის გამო არც ერთი არ არის მოსული მოედანზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გოლებს ვნახავთ და ეს ქართული კლასიკო კიდევ ერთხელ მეორე ამ სეზონში უკვე 0-0 არ დამთავრდება რა. ალბათ ხმა გესმით, ეხლა იმედი იქითაც დაიქუხებენ. 21 წუთია და ჯერჯერობით ყველაფერი საინტერესო ტრიბუნაზე ხდება. კი, ყველაფერი საინტერესო ტრიბუნაზე ხდება და დღეს თავარი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ რეკორდს თუ მოუხსნიდით შიდა ჩემპიონატზე დასწრების. ეგ გაჭირდება ზოგადად, იმიტომ რომ დინამო თბილისი, ბათუმის დინამო იყო, როცა ზურიკო და ხვიჩა იყვნენ ბათუმში, მაგ დროს იყო აი თითქმის სავსე. ეგ არის ერთ-ერთი შემთხვევა, როცა თითქმის სულად გაიყიდა ბილეთები, ასე რომ მაგ რეკორდამდე ჯერ ძალიან გვიკლია, მაგრამ სეზონის რეკორდი შეიძლება დამყარდეს. ხო, სეზონის რეკორდს გულისხმობდი და მინდა გითხრა, რომ მე მახსოვს საქართველოს ნაკრების თამაშები, როცა ამაზე ნაკლები ხალხი იყო რეალურად.
რაზეც აქამდე საუბრობთ, რომ ხალხი უნდა მოვიდეს, კარგია რომ ამ მატჩზე მოვიდა, იმიტომ რომ აფისაც ისეთია, წინაპირობაც ისეთია, იქიდან გამომდინარე, რომ 11 მატჩი არ დამარცხებულა ქუთაისის ტორპედო, 5 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს თემურ კეცბაიას დინამოს და მოკლედ თითქოს აი დიდი ჯახი უნდა იყოს. მაგრამ ჯერჯერობით ხოლოს დაძაბულობა არის მოედანზე, ბევრი შეცდომა არის. შეიძლება მაყურებლის ეფექტიც არის ეს. ხო, არა მგონია, პროფესიონალები არიან იქ, მაგრამ ეგეც გამოცდილების საკითხია, იმიტომ რომ ცალკე ტრიბუნებთან უწევთ ხოლმე შეიძლება. ეგეც შეიძლება ჩავთვალოთ რაღაც ფაქტორად. დღეს ისე როგორც არასდროს გჭირდება გოლები, რომ თუ აქ ვინმე ისე ამოსული რომ აბა მოდი ჩემპიონატზე სიარული რახილია გავიგოთ, ის რომ ნაწყენი არ დარჩეს და ჩემი აზრით აუცილებლად სანახაობა თუ არ იქნა, უფრო იმედგაცრუებული იქნება ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს მოვიდა სტადიონზე და იმედი გვაქვს, რომ იმედგაცრუებულები არ წავლენ დღეს სახლში. დინამოს ტერიტორიული უპირატესობის ფონზე ქუთაისის ტორპედომ დაიწყო მომენტების შექმნა. მინიმუმ 2 ერთი გოლით დასრულდა და თამაშგარის გამოგავდა, ჩვენ რაც ნახეთ სამართლიანად. კი ბატონო. და მეორე იყო უკვე არაბიძის პასი ცენტრიდან ხაზებს შორის და იქ 2-ამ გადაარჩინა უკვე დინამო, ანუ 2 რეალურად საფეხბურთო მომენტი, რასაც ეთქმის. პირველი და ის ყველა საფეხბურთო მომენტები ტორპედომ შექმნა. ხო, რეალურად მიუხედავად ბურთის კონტროლისა, თბილისის დინამოს არ აქვს რაღაცა მაღალი XG-ის მქონე მომენტები. არა, საერთოდ მომენტების წყაროც არ ჩანს, თითქოს ერთი არის აი მარცხენა ფლანგიდან. იქ რაღაც იქნება, სადაც ხარებაშვილიც ერთობა შეტევებში და აქტიურად გადატვირთვას აკეთებენ. რამდენჯერ მიყო სლიანი კომბინაცია, ხო, აი ზურგს უკან ახაიხოთ ხარებაშვილს გაუკეთეს პასი და შემდეგ რაღაცა ჩაწოდების ცდილობა ან რამე. მთავრდება პირველი ტაიმი. რა სიტყვი? თითქოს დინამოს უპირატესობით მიდიოდა პირველი ტაიმი მთლიანად, მაგრამ ის 2 მომენტი ერთში დარტყმამდე ვერ მიყავს საქმე დინამოს, სადაც ბოლო ფაზაში ძალიან უჭირ. და აქეთ 2 მომენტი ქონდა, ერთი გოლი არ ჩაითვალა თამაშგარის გამო. კი. ტორპედოს და ერთი ძალიან უხერხული ბორთი მოიგერიალურია, როცა წინ დაუხდა შორიდან დარტყმული და მოახერხა. არა, იქაც არაბიძის პასით რო აიღო ეგ მესამე იყო. კი, ხო, იმას ის ყველაზე მაგარი ბურთი იყო. ხო, კარგად დახურა კუთხე და არა და რეალურად თამაში არ გეგონება იქითაა დახრილიო, მინდა სულ იქით ხდება ყველაფერი, მაგრამ მომენტები იქნება აქეთ, ანუ დინამოს კართან. 3-4 ძალიან ისეთი მწვავე გადმოსვლა ქონდა, რომელიც დარტყმამდეც მივიდა, საფეხბურთო დარტყმამდე მივიდა თან და გოლის გატანის რეალური შანსი უფრო ტორპედოს ქონდა ამ თამაშიდან გამომდინარე. იმიტომ რომ დინამოს ვერც ვიხსენებ, რომ კარში დარტყმა ქონდეს. მეორე ტაიმის მე-15 წუთი უკვე მიილია რეზი და ყოველ შემთხვევაში პირველ ტაიმზე მეტი მომენტი გვაქვს. ისეთი შეგრძნებაა, რომ რა დროსაც არ უნდა გავიდეს გოლი რომელიმე კარში, მატჩის ფინიში ძალიან მაგარი იქნება მაინც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს მოედანზე მოვიდა, გოლს ნახავს. ხო, გოლს ნახავს, იმიტომ რომ რეალურად გულშემატკივარი მოედანზე დადის გოლისთვის და გოლი აუცილებლად დაამშვენებს მოკლედ თამაშს. კარგი ატმოსფეროა. ეხლა გულშემატკივრების გადმოძახილები იყო დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, რომ წამალი ბავშვებს ჩვენს ბუნებრივია უერთდებით ამ მოთხოვნას. აუცილებლად.
65 წუთი. თბილის დინამო არენა. დაბრუნდა ძველი დრო. 0-0. ჯერჯერობით. სამწუხარო აი ფაქტი რომ არის, იმიტომ რომ ეს სტადიონზე მოსული ადამიანები იმსახურებენ სანახაობას, რომელიც სამწუხაროდ არ გვაქვს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ ვერაფერზე. იმედი გვაქვს, რომ რაღაც გადატეხა შევა მატჩი და გამოფხიზდება. ალბათ ეს ყველაზე მეტად გამოიწვია იმ შემთხვევაში, აი ტორპედოს მეორე მომენტს არის კარში ვერ შეაგდეს. პირველ ტაიმშიც რო გოლი გაეტანათ, ასე ვთქვათ, ტორპედოს იმიტომ ამბობთ, რომ მათ უფრო რეალური მომენტები ჰქონდათ გოლის გატანის. ამდენი ადამიანი რომ მოვიდა, რაღაცა ის ჭირდება რა. აი რაღაცა დასამახსოვრებელი ემოცია რა და უხგოლიანობა არ გამოვიდა, იქნებ ბოლო წუთების დრამამ გვიშველოს. First of all, congratulations. Thank you very much. You had a very tough start of the championship. You were criticized too much for your performance, but now we have the situation you are not losing 11 games. That's so, correct. what was your tactics? How you changed the team to reach this where at the point that you are now? Yes, at the start of the season it was very difficult for us because we lost some players by the level of the championship. It was all players, they can play in the first division in Georgia at every team and they have the quality, and we lost, and we tried to take new players, quality players with minimum the same quality of the players we lost, but it wasn't the reason for different problems we had. Sometimes the club by the players don't get free. Next was there was too much money for transfer fee and so on and so on. So that we took in the break two very good players of the under 21, with Buki and Diego de Sace. And it's clear it's needed a little bit of time, especially by the young players, that they come on the right way in the team. Both players didn't play too much in the past, so that they need a little bit of time to get a rhythm. And so we had this problem that we had sometimes two less players in the training lessons. We must fill up with a lot of young players. So for that, it was one of the reasons
why we had a bad start in the season, and then by match to match it was better, and the players get the right intentions together, and it's more a unit than before, and then come the self-confidence with the first winners, with the first points. And now it's growing up by this team, and now they bring good performances on the pitch, good results for the ranking, and I think we are on the right way. 11 matches without beaten match. It's a very good line. We want to hold this line, and until the small break, we will do everything to beat Gagra. We know it will be a difficult match, a challenge for us after a big winner here by Dynamo in the home match. But we will invest everything that we hold the 3 points in Kutaisi. You gave the ball today to the Dynamo because they had more possession, and Torpedo played from the back on the counter-attacks. So it was your game plan, or Dynamo made you to play in this way today? But I feel only in the end of the second half it was too much possession of the ball by Dynamo. In the first half, maybe a little bit more by Dynamo, but it was not only that we played for counter-attacks and transitions. I think we had also good time windows for possession of the ball, for good circulation, and also for good chances to score. And it's not our philosophy to stay only on the own box and defend everything and hope that 1-2 players find the right way to the opponent's goal and can score. When we catch the balls, we was not in the best constitution to play and to hold the ball by their own players, and we presented the balls too much to the Dynamo players. And we hold the ball sometimes too long, so that the fast counter-attacks was not possible, and the normal building was by average quality of the passing, and not every time on the right way. So that we had some problems, but by defending we stand in a good wall system. Only in the first 15 minutes I think we had some problems on our right side with the defending of the fast players of Dynamo. They made it well, but from minute to minute we made it better, and we get control in the attacking system of Dynamo. What about the atmosphere on the stadium? Did it feel like you were playing on the European stadium? The atmosphere was brilliant. To the next matches, by every team come more spectators, and there's more attention of everyone for this championship and for the clubs. But I think it was a very intensive match today. It was both teams of the same level, and we had a little bit more fortune in our actions and our attacking, so that we could take the 3 points. But I feel this atmosphere we must conserve, and we must build up for the future. Approaching the summer, so we all know that Georgian teams are preparing for the European tournaments. We saw some possible opponents who will be for the Torpedo Kutaisi. Can you tell us a little bit of the preparations for the European matches, and if you are going to sign some new players? Yes, the second part of the question is the most important for me. We need absolutely in the next break, in the summer break, that we have a chance to come 1-2 rounds more for the Georgian football, for the ranking for Georgia in the ranking system, and we didn't take it in the last break. So our plan our schedule must be that we find the right players, they are sold directly, and that we have more concurrence on the positions in the squad, and that we take quality in our club, in our team, and that we will be stronger than today. დავასრულეთ რეზი, მე ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ვლოგი, რაც აქამდე გქონია, მნიშვნელობით გულშემატკივრების დასწრების მხრივ, მატჩის ხარისხითაც შეიძლება ითქვას, იმიტომ დაძაბულობით, დრამატიზმით შეიძლება და მოკლედ ბევრი კუთხით, ანუ თამაში, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგაც
გაგრძელდა თავისი მამაც ემოციური მუხტით და დატვირთვით. კი ბატონო, იმისთვის რომ ბევრი ასეთი ვიდეო და ვლოგი შემოგთავაზოთ, აუცილებლად უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გამოგვყვეთ, დაგვიტოვოთ კომენტარები და ასე შემდეგ. მანამდე კი რეზის ვკითხავ. ფრის თამაში უფრო იყო თუ დამსახურებლად მოიგო ტორპედო. მოდი ესე რისკიან შეკითხვას დავსვი. იმედია, ქუთაისელი გულშემატკივარი არ გამიბრაზდება, მაგრამ მართლა მაინტერესებს თამაშის მხრივ აი ესე შეფასებითად. ნუ ახლა ჯერ სტატისტიკა არ გვინახავს, ამიტომ ისე ვამბობთ, ცოტა ჩვენი შეხედულებებით ტორპედოს მაინც ჰქონდა მე მგონი უფრო მეტი სახიფათო მომენტი. შეიძლება მინიმალური სხვაობით მოგებას შეიძლება ფრედას დასრულებულიყო, მაგრამ ნუ ალბათ ტორპედო გოლიც გაიტანა, რომელიც გააუქმეს, შემდეგ ლეგალური გოლიც გაიტანა და კიდევ ჰქონდათ იქ მეორე ტაიმის დასაწყისში თითქმის царილ კარებში ვერ გაიტანეს ბურთი. და იყო კიდე რამდენიმე სახიფათო შეტევა პირველი ტაიმიდანაც გვახსოვს, დინამოსაც ჰქონდა ეგეთ შეტევები, მაგრამ მოკლედ ნუ ალბათ ტორპედო მაინც იმსახურებდა. წეღამ საუბრობდით და კიდევ ერთხელ აქაც ვიტყვი, რომ ძალიან კარგად გამოჩნდა დინამოს რამდენად აქვს საჭიროება იმისა, რომ მაღალი ხარისხის ფორვარდი იყოს გუნდში. მაგალითად რო ვთქვათ, გიორგი არაბიძის სტილის ფეხბურთელი, დიეგო დეისაძის სტილის ფეხბურთელი, ანდრიჩის სტილის ფეხბურთელი თბილისის დინამოს არ ყავს. შესაბამისად, აი თქვა დიეგო დეისაძის მსგავსი ფეხბურთელი რო ყავდეს დინამოს, დარწმუნებული ვარ, მათი შედეგიანობა გაცილებით მაღალი იქნებოდა. თუმცა აი ესეთი თამაშები არის, სადაც ინდივიდები ბევრ რამეს წყვეტენ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ გიორგი არაბიძის გენიალურ პასს, იმიტომ რომ ეგეთი ასეთ თამაშებში, როცა დაძაბულობა და შეცდომა ძალიან დიდი ფასი აქვს, ეგეთი ფეხბურთელები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ხოლმე. კი, უკვე ტრიალებს ეგ პასს სოციალურ ქსელებში, ბევრმა პეიჯმა გააზიარა და ვიცი ალბათ ნახავდით მაყურებელიც. კი ბატონო, მოკლედ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ იმას, რომ თემურ ქეცბაიას უდიდესი სამუშაო აქვს უკვე ჩატარებული ამ გუნდში, თუმცა უდიდესი გზა ერთად გასავალი და მე ჭვი არ მეპარება, რომ ბატონი თემური ამ ყველაფერს თავს ძალიან კარგად გაართევს, ტრანსფერებით წამოეწევა და მოკლედ იმედი გვაქვს, რომ ტორპედოც, დინამოც და სხვა ქართული გუნდებიც შეიკრებიან უფრო მეტად და ბუნებრივია ევროტურნირები რაც გვიახლოვდება მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მანდ დავაფიქსიროთ მოკლედ ეგ შედეგი. უარყოფითი რაც უეჭველი უნდა ვახსენოთ და უნდა ვთქვათ, აი ეს გულშემატკივრების მცირეწლოვანი გულშემატკივრების მოდი ესე ვთქვათ, სტადიონზე ხშირად შევარდნა. აქედანაც ერთ-ერთ პოდკასტში ვთქვით, ეგ თუ გახსოვს, მე მგონი სომხეთთან თამაში იყო. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ბავშვებო, მეგობრებო, პატარა მეგობრებო, ეგ არ შეიძლება, ძალიან ცუდი საქციელია, არსად ევროპის არც ერთ ქვეყანაში ეგ არ ხდება. თუ ხდება იმ დონეზე საბერძნეთს რომ მოუგეთ და მაშინ არც არავის არავინ გაუკრიტიკებია, ეგ არ შეიძლება. მესმის ძალიან კარგია და ღირებულია, რომ ფეხბურთელებთან ახლოს ხართ, ფოტოს იღებთ, ეხუტებით და ასე შემდეგ, თუმცა ძალიან ცუდი საქციელია და ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, იმიტომ რომ ხელმძღვანელობის საუბარიც მოვისმინეთ წეღან და მართლა ერთ-ერთი გზა ის რჩება, რომ ბავშვს სტადიონის კარი ჩაუკეტო და ეგ ბუნებრივია არავის არ უნდა, ხო? და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შვილმა, მშობელმა, ვისთან ერთადაც ბავშვი მოდის და ასე შემდეგ. კარგი, დავიმშვიდობოთ, მოდი მაყურებელს. დავიმშვიდობოთ მაყურებელს, მადლობა უთხრათ ვინც გვიყურა, დაალაიქა ვიდეო, გამოიწერა ჩვენი არხი და შევხვდებით მოკლედ შემდეგ ვიდეოზე.